ამაღლობელი და დანარჩენი სინდისის პატიმრებიც, რომლებიც დააკავა და საკუთარ საპატიმროში ჩასვა ბიძინა ივანიშვილმა ჩასვა იმიტომ, რომ მას მართვის წესი ესმის, სხვა მან არ იცის. ის თავისი მსოფშეგნებით არის მეკობრე და მან ეს მეკობრული პოლიტიკა შემოიტანა საქართველოში. ადამიანებს აკავებს, ადამიანებს იჭერს და მერე თუ დაჭირდა დაიწყებს ამ ადამიანებით ვაჭრობას. მაგრამ ჩვენი ბრძოლის უნარიანობა, ჩვენი თავგანწირვა, ჩვენი გამბედაობა, ჩვენი სიმტკიცე, რაც გარეთ აქვს საზოგადოებას, თითოეულ ჩვენგანს, რაც მზიას აქვს საპატიმროში, რაც აი ჩვენ სინდისის პატიმრებს აქვთ გლდანის მერვე დაწესებულებაში, რო ყავს ახლა ჩამწყდეული, ხო, ბიძინა ივანიშვილის. აი ეს არის სტიმული იმისა, რომ აი ამ მეკობრული პოლიტიკა უნდა დავასრულოთ საქართველოში, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელი ადამიანები ყავდეს საპყრობილეში, იმიტომ რომ მინიმალურ თუ მაქსიმალურ არ აქვს მნიშვნელობა რაღაც დისკომფორტს ამ ადამიანებისგან ხედავს. რა თქმა უნდა არ უნდა დავიღალოთ, ჩვენ უნდა დავიხსნათ მზია და ჩვენ უნდა დავიხსნათ ყველა სინდისის პატიმარი და ჩვენ უნდა დავიხსნათ ეს ქვეყანა. ეს არის მოცემულობა. აქედან გადახვევის უფლება არავის არ აქვს. მზიას ულოცავ ამ დღეს, დაბადების დღეს, მრგვალ თარიღს, იქ არ უნდა ხვდებოდეს, სადაც არის და საერთოდ არ უნდა იყოს იქ, იმიტომ რომ მზიასნაირი ადამიანებისთვის ციხეში ადგილი არ არის. მზია არის ჩემთვის გამორჩეული ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, გამორჩეულია თავისი პრინციპულობით, საქმის ერთგულებით, სამართლიანობით და პატრიოტიზმით. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ქვეყანაში იქნება ისეთი ცვლილებები, დადებითი ცვლილებები, რომელიც შესაძლებელს გახდის მის თავისუფლებას. სანამ ეს არ ხდება, ჩვენ აი აქ შეკრებილი და ბევრი სხვა ადამიანები განვაგრძობთ ბრძოლას, როგორც შეგვიძლია, იმისთვის, რომ მზია და სხვა სინდისის პატიმრები აღარ იყვნენ ტყვეობაში, რეჟიმის ტყვეობაში. არა მესმის ახლა თქვენ მაქსიმალურად მაგრამ ხალხთან მოვიდეს მათ ტერიტორიაზე არ ვიაროთ რომ მივაქციოთ მზიას ხმა გავაგონოთ ჩვენი მილოცვის მეგობრებო მაქსიმალურად მარჯვნივ მაიკო არ შევდივართ პერიმეტრზე არ ხუილს ამბობთ ეხლა ჩვენ დავდივართ სულიად უსაფრთხოდ ვიქნებით მივდივართ იმიტომ რომ ჩვენს დატყვევებულ კოლეგას მიულოცოთ დაბადების დღე და ხელი არ შეგვიშალოთ მაგაში თავისუფალ სიტყვას წაგმართვენ თავისუფლებასაც. აი ეს არის ის მცდელობა, რომ გატკდეს არა მარტო მზია ამაღლობელი, არამედ მთლიანად მედია. ყველა ის ადამიანი, ვინც თავისუფალ სიტყვას
ემსახურება და გატეხონ ყველა ის ადამიანი, ვინც სიტყვის თავისუფლებას მხარს უჭერს. იმისთვის, რომ ადამიანებმა დაკარგონ სიტყვა და დაკარგონ თავისუფლება. და ყველაზე საშინელება არის ის, რომ 4 თვეა გვიყვებიან იმას, რომ მათ აქვთ ყველაზე დიდი ძალაუფლება და რასაც უნდა, იმას დაარქმევენ დანაშაულს და როგორც უნდა ისე დაწერენ სტატიებს, ვისაც უნდა იმას დაიჭერენ და რასაც უნდა იმას უზამენ. თავისუფლება მზიას და თავისუფლება საქართველოს ამ ჯოჯოხეთური უსამართლო ქართული ოცნებისგან.